Tavakidets nahot süžeti. Moșovi. ისმენთ. Moșovi ყველასთან არის დაშავებული. ეს ცრუ გამოძახება წვრთნის ფარგლებშია. გოდერძის მთის კურორტზე მომავალ მაშველებს ატრენინგებენ. ვიპოვე დაზარალებული დახმარება მჭირდება. სპეციალისტები უბედური შემთხვევის ყველა ვერსიას განიხილავენ და მომავალ მაშველებს ყოველგვარ ექსტრემალურ სიტუაციაში მოქმედებისთვის ამზადებენ. მაშველთა წვრთნას საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია წარმართავს. კურორტი გოდერძი აქტიურად ემზადება სეზონის გახსნისთვის. ამჟამად მიმდინარეობს სამაშველო სამსახურის გადამზადება, მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, სპეციალურად ამისთვის ჩამოვიყვანეთ გუდაურის სამაშველო ჯგუფი. შავი ისა როცა არის გოლი მოხსენი, შენ თუ გაქვს გოლი თავიდან გავა. სამაშველო სამსახურის უფროსი გამოცდილი მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე გოდერძის მთაზე ახალ სამაშველო გუნდს აყალიბებს. გუდაურის სამაშველო ჯგუფმა კანდიდატები ადგილობრივი მოსახლეობიდან შეარჩიეს. შერჩევა ძირითადად მოხდა გამოცდილების საშუალებით, რომელიც ავტობიოგრაფიაში ვნახეთ, გასაუბრებით, რაღაც შეხედულებით, სხვადასხვა ფიზიკური მონაცემებით. ვაკეთებთ ჩვენს გუნდს. ბაგირზე გავდივართ თოკებით, სპეციალურ კამრები გვაცვია. მივდივართ ამ ტურისტებთან, ვაცმევთ სპეციალურ, ასე ვთქვათ, სამაშველო კამრებს და თოკზე ვკიდებთ და უშვებთ ქვემოთ. საწვრთნელ მოქმედებაში მეც მივიღე მონაწილეობა. ამ წუთებში მაშველი ცდილობს უსაფრთხოდ ჩამიყვანოს დანიშნულების ადგილამდე. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან მეშინია, ჩემმა მაშველმა წარმატებით ჩაიარა საკუთარი გამოცდა და მშვიდობით ჩამომიყვანა დანიშნულების ადგილად. ამ ეტაპზე კანდიდატებმა არაერთ რთულ დავალებას გაართვეს თავი, ხოლო გამოცდას სეზონის გახსნამდე დიდ თოვლობის დროს ჩააბარებენ. 8 კანდიდატიდან მთის კურორტების განვითარების კომპანია 4 მაშველს აიყვანს. მიდრეკილება მაქვს სამაშველო ჯგუფისკენ, რომ ვიყო სამაშველო ჯგუფში, რომელსაც რომ მე შევძლებდა დაუძლევ. აქ უამრავი ხალხი მოვა და რა თქმა უნდა მონაწილეობამდე მივიღო მათ დახმარებაში. თავარი ერთი სიტყვით რომ მაშველმა უნდა შეძლოს. მინდა რომ ვიყო ხალხის სამსახურში და დავეხმარო ხალხს. მესამე ეტაპი იქნება თოვლზე, რა თქმა უნდა შეჯიბრები და ნახოთ შედეგი. ველური ბუნებისა და ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს წელს პირველად გოდერძის მთიდან შეეძლებათ დაშვება. მოიცავს 8 კილომეტრიან ტრასას, მაგრამ აქ ტრასაზე არა, აქ არის გაუყვალავი თოვლი, ვისაც უყვარს გაუყვალავი სრიალი და ეს ველურ ბუნებაში არის იდეალური ადგილია. კურორტს გააჩნია ორი სახის საბაგირო ხაზი, ერთი გონდოლა, მეორე ბაბლი, გააჩნია უამრავი ფერდი, ძალიან მოეწონებათ თავისუფალ მოსრიალებს, ანუ იგივე ფრირაიდერებს, დაუნჰილის, ფრისტაილერებს. გოდერძის უღელტეხილზე ტრენინგების დასრულების შემდეგ გუდაურის სამაშველო რაზმი მესტიაში გადაინაცვლებს. სვანეთში ისინი ახალ კადრებს გადაამზადებენ. გუდაურსა და ბაკურიანში კი 13 დეკემბრიდან გელოდებიან. რა სიახლეები გელოდებათ სამთო კურორტებზე ამ სეზონზე? დღეს ჩვენი სტუმარია მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ანდოფრიშვილი. დილავშვიდობის მადლობა რომ შედახართ. დილავშვიდობის მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გოდერძის უღელტეხილზე უკვე თოვლია გოდერძ